ამ ეთერის დამსახურება მოდით ალბათ ნატა მეტრელოს მევესალმები, რომელმაც ისეთი თბილისი ტყვები გითხრა და გიორგის ველოდებიო ხუთშაბათს, რომ არც შეუძლებოდა ვალდებული ვიყავით დღეს ჩავთულიყავით და მოდი გიორგი დღეს გავყოთ ორად ჩვენი გადაცემა რა. ერთი ეს არის ის, რასაც ვცდილობთ და აუცილებლად გაკეთდება და უკვე ძალიან ბევრი რამე შესრულებულია, კიდე დარჩა საქმე პრინსტონში შეხვედრაზე ელაპარაკი, სადაც გიორგი ლაბაძე არის მთავარი კოორდინატორი ამ ჩვენი შეხვედრის და რაღაცა მოკლედ მაინც თქვათ, აი ვაჩვენებ კიდეც პრინსტონი ბრიჯის 7-ში ალბათ 7 ვთქვათ 6-7-8 წესით 7-ში იქნება პრინსტონში ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი შეხვედრა ემიგრაციის და მთავარ კოორდინატორს მოусმინოთ რაც გვეტყვის სიახლეებს. კი ბატონო, მოგესალმებით ყველას. მე მგონი უკვე ისე მიდის საქმე, რომ ეს არათუ შეხვედრა, არამედ უკვე დიდ ღონისძიებად მისი ქცევის პროცესში ვართ ახლა. სხვადასხვა მიმართულებებზე ჩვენ დღეს უკვე გამოვაცხადეთ ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტუმარი, ვინც შეიძლებოდა ყოლოდა და ვინც კი შეგვძლებოდა, რომ ესე ვთქვათ, მოგვეწვია ამ ღონისძიებაზე, როგორც არის კენეტი ალოვიცი, რომელიც იყო შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში 98-2001 წლებში, ეს როდესაც საქართველოში გაკეთდა გლობალური და რეგიონული მნიშვნელობის გულისხმობ პირველ რიგში საუბარი არის მასზე რა ქვია, ნავთობსადენებზე და გაზსადენებზე. რამაც ჩემი აზრით მე როგორც დაინტერესებულ ადამიანს, რომელიც სწავლობა რამ გამოიწვია, ხო, ეს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს რომელიც გააჩნია. ერთ-ერთი არის სწორედ ეს მილსადენების საკითხი და ჩემი აზრით იმ სტუმრებისთვის, რომლებიც მობრძანდებიან ამ ღონისძიებაზე, ძალიან საინტერესო უნდა იყოს უშუალოდ პროცესი, როგორ მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ მე ძალიან პირდაპირ ვატყობ, რომ მაინტერესებს, მინდა გულით რომ დავესწრო ამას და მოვისმინო პირველი პირებისგან. დიახ, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი, რაც წინააღმდეგობები იყო და ვიცით ჩვენ არათუ გადმოცემით, არამედ უშუალოდ დოკუმენტურად ვიცით თუ რა წინააღმდეგობები იყო და როგორ მოიპოვა საქართველოს იმ პერიოდში ეს ინტერესი დასავლეთიდან და შეერთებული შტატებისგან განსაკუთრებით. რაც დღემდე მოყვება, ხო? ამდენად ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსად საინტერესო სპიკერების ანონს ხვალაც და შემდგომ დღეებშიც და დაელოდეთ მოკლედ ამ ძალიან საინტერესო ხალხის გამოცხადებას და მოინიშნეთ აუცილებლად თარიღი, იმიტომ რომ არა მხოლოდ მკვლევარებისთვის და ზოგადად რაღაც პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის, არამედ ყველა ქართველისთვის ჩემი აზრით საინტერესოა თუ რამ შეძინა და რას ძელს საქართველოს ამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რის გამოც ერთის მხრივ იგი საინტერესოა ავტორიტარული რეჟიმებისთვის, ჩვენ ჩრდილოელი მეზობლისთვისა და უკვე კომუნისტური ჩინეთისთვის და მეორე მხრივ დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის, როგორებიც არიან შეერთებული შტატები. როგორც მეგობარი აქტში წერია, ამაზე შევეხებთ ალბათ ჩინეთის, რუსეთის და ირანის გავლენის გასანეიტრალებლად საქართველოში. აი, ეხლა სწორედ იმის ილუსტრაცია, რაც გიორგი შენ თქვი. ინტერესი ჩინეთის, ირანის, რუსეთის და აქედან აქვე დავამატებ, რომ ეხლა გიორგი მკითხვა, გავაგრძელებთ ვინ იქნება სპიკერი, ვინ იქნება მოდერატორი ყველაფრის ამის განცხადებას. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს არის ჩვენ ერთმანეთთან შეხვედრის საშუალებაც, მუსიკალური ნაწილიც იქნება, აუცილებლად იქნება სპორტული ტურნირი კახათილიძის სახელობის, იქნება ინგლისურენოვანი პანელი, სადაც ეს პირველი სპიკერი გამოვაცხადეთ, იქნება ბიზნესიან ცხოვრება, იქნება მედია, იქნება ახალგაზრდული პანელი, რომელიც გიორგიმ უკვე დაანონსა, ეს არის ქალბატონ ნათიასი და ბიზნესთან ერთად, ხო? ბიზნესთან ერთად ეხლა უბრალოდ ვერ ვიპოვე ის რა ქვია. კარგი, ამას ყველაფერს ვაქვეყნებთ აი ამ Facebook-ზე და მალე ჩაერთვება უკვე არ ვიცი მე მგონი შეიძლება 2 დღეში ის ჩვენი ვებსაიტი, სადაც სარეგისტრაციო ვებსაიტს ვეძახებთ, სადაც იქნება დაწვრილებით ინფორმაცია და დასწრების მოთხოვნის საშუალება.
აუცილებლად. ეს არის ის რაც თუმცა მანამდე აუცილებლად page ადევნეთ თვალი და რეგისტრაციის შესაძლებლობაც ძალიან მალე ტექნიკურად გაიმართება, რაც მოგცემს საშუალებას, რომ დაუჯავშოთ ესე ვთქვათ, ჩვენი ყოფნა 6-7-8 ეს უფრო კარგად გამოჩნდება სარეგისტრაციო ბმულებში, პრინსტონში, ივნისში. ასე რომ გელოდებით და, რა ვიცი, მოგუთმელად ველოდები მე უკვე ამ დღეებს. მალე ჩვენ ასევე დავაანონსებთ ძალიან საინტერესო სპიკერს, ერთ-ერთ სპიკერს, რომელიც ქართველი ახალგაზრდა ადამიანია და მას აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სამსახურებში დღის მდგომარეობით ძალოვნებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება და მე მგონია, რომ მისი გამოცდილება და შესაძლებლობები ქართველებს საკმაოდ საინტერესო რჩევებსაც მისცემს და ასევე ჩვენ გამოვაცხადებთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობასაც. უჯდა ერთი რამე არ დაგვაუშვას გიორგი და ნათია სირაბიძემ განათლების პანელის მოდერატორმა ეს უკვე დაიწყო და ჭირდება ვოლონტიორები. და იქ დაიწყო რეგისტრაცია და საიტი როდესაც იქნება თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ როგორ გინდათ დასწრება ამ ტურნირზე უბრალოდ მოსმენა დასწრება ესე ძალიან სასიხარულო და კარგი იქნება ვოლონტიორობა თუ სხვა რამე თქვენი მონაწილეობის უფრო აქტიური ფორმით და კონტრიბუციით ეს იქნება ყველაფერი შესაძლებელი საიტზე და ყურადღებით იყავით. კარგი, ახლა მოდი თუ კიდე რამის დამატებაა კი ბატონო. დიახ, ხო ეს მოხსვაშოს მოხალისეებში აქვე მოგახსენებთ, რომ ძალიან დიდი აქტიურობაა და მოგიწოდებთ რომ იჩქაროთ, თორემ მე არ მგონია რომ ესე მარტივი იყოს მოხალისეებში მოხვედრა, იმიტომ რომ ქალბატონ ნათიას უკვე სავსე აქვს თავისი ინბოქსი მოხალისეების სურვილებით, ასე რომ ვთხოვთ რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად დროულად ჩავერთოთ, გამოხატოთ სურვილი მოკლედ ამასთან დაკავშირებით. ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა მიმზიდველი არის დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებისა და დაწყებითი საუნივერსიტეტო განათლების მიღები ახალგაზრდებისთვის, რომელთათვის იქნება ეს мотиваცია, საინტერესო რეზიუმესთვის ძალიან საინტერესო ჩანაწერი და რაც ყველაზე მთავარია და აი ვისაც ყავთ შვილები ამასაკის, ჩემი გამოცდილებით მე გავიარე უკვე რაღაც მომენტები მაგ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი არის კონტაქტები და ეს ურთიერთკავშირები, რასაც მივყავართ შემდგომ უკეთეს მიზნებამდე და ასე რომ მოგიწოდებთ რა უცებად მოგბრძანდეთ ჩვენს ივენტზე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოკლედ. ხო, აქვე გეტყვით რომ დღეს საღამოს იქნება ჩვენი გადაცემა რეზი ჭეშმარიტაშვილთან ერთად. იქ სპორტზე ვილაპარაკებთ, სპორტულ ნაწილზე კონკრეტულად ბევრს, იმიტომ რომ რეზი აგვარებს ამ საქმეებს, ეს იქნება თბილისის დროით დილას ადრე, ჩანაწელში მაინც ნახავთ და ამერიკის დროით საღამოს. ვინებთ რომ 7 ივნის პრინსტონში არის შეხვედრა და მოგმართეთ რა. მოგმართეთ, ვისაც გინდათ მონაწილეობა, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ხუმრობთ ხოლმე შიგნით საორგანიზაციოში, ფრთხილად კარები იკეტება, მეტროში რო აცხადებენ. ძალიან სასიამოვნო იქნება, რამ შეიძლება მეტი ხალხი, მაგრამ რაღაცა საზღვარი აქვს ყველაფერს და ამიტომ მე რაღაც დაპირებასავით შემიძლია მოგცეთ, რომ ამ ღონისძიებაზე თქვენ ნახავთ ამერიკელებიდან და ქართველებიდან გულისხმობ ძირითად შემთხვევაში ყველა ახლა ცოტა ისეთი ნათქვამია რა ანუ ისეთ ადამიანებს ძალიან დიდ ნაწილს იმ ადამიანებისას რომლებისგანაც შეიძლება გავიგოთ თუ რა პროგნოზები შეიძლება გაკეთდეს და რას შეიძლება ველოდოთ უახლოეს მომავალში რა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ზოგადად საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ანუ ეს ხალხი იქნება ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და არის ეს ხალხი რომელიც ესეთი ყველაზე კომპეტენტურია ერთ-ერთი წარმოადგენელი იქნება ამ ღონისძიებაზე. ეხლა ესეთ დაჩქარებულ წინასწარ ძალიან არასწორი იქნება რომ სამომავლო სპიკერების და მონაწილეების არა, ყველაფერს თავის დროზე გაიგებთ. კი ბატონო, უბრალოდ დღევანდელი კენეტ იელოვიჩის მაგალითი ჩემი აზრით არის კარგი დემონსტრაცია იმისა თუ რა დონის სპიკერებზე და რა დონის ტურნებზეა საუბარი. ასე რომ გელოდებით არ დაიზაროთ და შემოგვიერთდეთ მაქსიმალურად ბევრი. დიდი მადლობა გიორგი, მადლობა ვინც გვიყურებს მომავალში, ვინც შეხედავს და გაავრცელეთ ეს ჩვენი ვიდეო, მოგვეხმარეთ პლატფორმის განვითარებაში.
დიდი მადლობა დროებით. ნახვამდის დროებით.